არ შეხვედროდა პრაქტიკაში პრობლემა დაირეგისტრირა ესაზღურის ნაკვეთი, რომელიც მას შედეგად შემუშავდა სწორედ არის კანონპროექტი, რომელსაც ის უკვე შევაძალოში. რეგისტრაციის სფეროში ხდებოდა ხოლმე. ჩვენით რომ თვითნებურად შეიძლება ხოლმე დაკავებული ესაზღურის ბარიერი კერძოდ საფასურის ნაწილში, რომ იქნება ასევე უფასო. კანონიერ ფაქტობრივ პრობლემებს სამეგრელოს შემდეგ ჩვენ ვესტუმრეთ იმერეთს და ქუთაისში გვექნება შეხვედრა გუბერნატორთან, მის ადმინისტრაციასთან და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ძალიან დიდი საქართველოს რეგიონის თითოეული მუნიციპალიტეტის გამგებელთან, საკრებულოს თავმჯდომარეებთან იმისთვის, რომ ჩვენ მანამ სანამ ჩვენ მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული და უკვე კანონად ქცეული მიწის რეგისტრაციის რეფორმაზე, ასე ვთქვათ, იმპლემენტაციის ფაზაზე გადავალთ, რადგან კანონი ძალიან მალე შედის ძალაში. გვინდა რომ მათ ვაცნობოთ რა ახალი წესები შემოდის მოქალაქეებისთვის, რათა გამგებლებმა შეძლონ უკვე თავიანთ რაიონებში მოქალაქეების შეკითხვებს გასცენ პასუხები. ეს არის უპრეცედენტო რეფორმა მიწის რეგისტრაციის სფეროში, როგორც დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველოს არ ქონია, სწორედ ამიტომაც არის, რომ დღეს ჩვენი გლეხი, ფერმერი თუ ქალაქში მცხოვრები ადამიანი აუარება პრობლემებს აწყდება მიწის რეგისტრაციის დროს. ამ რეფორმით ბარიერები იქნება მოხსნილი და თუ კი ფლობთ მიწის ნაკვეთს, სხვადასხვა მექანიზმები არის შემოტანილი იმისთვის, რომ თქვენ შეძლოთ მიწის დარეგისტრირება და სამართლებრივადაც გახდეთ მისი მესაკუთრე, რაშიც საჯარო რეესტრი და სახელმწიფო